ამაზე კითხვები თუ გექნებათ, მომწერეთ და ეტაპობრივად გავცემს პასუხს. დეფორმაციული ტერფი, ტკივილი ტერფის მიდამოში, კოჭი, წვივი, მუხლი, მეჯბარძაღი, შემდეგ წელი. ეს ყველაფერი ძირითადად არის დაკავშირებული ტერფის დეფორმაციებთან, სხვათა შორის სპეციალურად მინდოდა რომ ეს გენახათ ის ბანერი, რომ ნახოთ რა სახის დეფორმაციები არსებობს. ტერფის დეფორმაცია შესაძლებელი იყოს არა მარტო ბრტყელი ტერფით. ჯერ ერთი ამ ბრტყელ ტერფს სხვადასხვა ხარისხი აქვს და არსებობს სიგრძივიც, განივიც, კომბინირებულიც. ახასიათებს რა? თაღის არქონა ან თაღი არის დადაბლებული. როგორ უნდა მივხვდეთ? გარდა იმ ჩივილებისა, ეს არის სწრაფი დაღლა, ხო ძალიან იოლია მივხვდეთ ახლა დასრულზეც, ბავშვზეც, ფეხსაცმლის წვეთით, შიდა მხარე წვდება ამითი. დამატებით შესაძლებელია აქ იყოს ვალგუსური დეფორმაცია. ვალგუსური დეფორმაცია რას ნიშნავს? კოჭი ტრიალდება შიგნით, ქუსლი გადის გარეთ. აი სხვათა შორის არის ეს სურათი და მივხვდები. მეორე პრობლემა ეს არის ჰიპერსუპინაცია ვარუსი. ეს საპირისპირო პრობლემა არის, პირიქით გარეთ ტრიალდება ტერფი და ცოტა შიგნით შემოდის. შემდეგი ტერფის პათოლოგია ეს არის მაღალი თაღი, ნორმაზე მაღალი თაღი. რას აპროვოცირებს ეს ძალიან ხშირად განსაკუთრებით ქალბატონებში? ჰალუს-ვალგუსურ დეფორმაციას და მორტონის ნევრომას. მე დღეს უბრალოდ საერთო მონახას გავაკეთებთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ საერთოდ რაზე ვსაუბრობ და შემდეგ უკვე დეტალურად გავიხილავ ხოლმე ყველა პრობლემას. შემდეგი პრობლემა არის ნამგლისებრი ტერფი. აი წარმოიდგინეთ, რატო ქვია ნამგლისებრი ტერფი? ფორმა აქვს ნამგლის, ვიზუალურად შეუძლებელია არ მივხვდეთ რა პათოლოგია.